მუზეუმების საერთაშორისო დღეს მომავალ შაბათს ეროვნული გალერეა გახსნის ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას. მისი ნამუშევრები ერთდროულად 7 დარბაზში იქნება გამოფენილი. დღეს კინოგაქირავებაში გამოდის ახალი ქართული ფილმი ნაწილები, ასევე დღეს გელათის ოთხთავის ახალი გამოცემის პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება. წმინდა ოთხთავი ძველი მინიატურებით დასურათებული პირველი ბეჭდური გამოცემაა საქართველოში. სახარება განძირჩეულის სერიის ფარგლებში გამომცემლობა ბაკმა გამოსცა. მინიატურებით ილუსტრირებული სახარების პრეზენტაცია დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 6 საათზე გაიმართება. სახარების ბეჭდურ გამოცემასთან ერთად საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათით გამოიფინება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში დაცული მე-12 საუკუნის გელათის ოთხთავი. სახარებაში შესულია გელათის ოთხთავის ყველა მინიატურა. ეს არის მე-12 საუკუნის მინიატურები, 300-მდე მინიატურა თავმოყრილი. თითოეული სახარების წინ მოთავსებული არის მახარებლის მინიატურა და ამით არის ეს წიგნი გამორჩეული.